ფლორენციის მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორს შეხვდა კულტურის მინისტრი იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ის გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობს. თინათინ რუხაძე ფლორენციის სან-ჯოვანის საკონსერვაციო სამუშაოებსაც გაეცნო ამ პროექტს პროფესორი რობერტო ნარდის ხელმძღვანელობით სპეციალისტების ის ჯგუფი ახორციელებს, რომლებიც გელათის მოზაიკის კონსერვაციაზე მუშაობენ. იტალიაში ვიზიტის ფარგლებში ძალიან საინტერესო შეხვედრა გქონდა ფლორენციაში ბაპტისტერიუმში ადამიანების ჯგუფთან, რესტავრატორების ჯგუფთან, პროფესიონალების, რომლებიც აკეთებენ ასევე გელათის მოზაიკის რესტავრაციას. ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევა, რომ ასეთი დონის პროფესიონალები, რომლებიც, რა ვიცი, მსოფლიო საგანძურის მთავარ ესეთ მოზაიკას აკეთებენ, რაც არის ბაპტისტერიუმის მოზაიკა, საქართველოში გელათის თემებზე და ამ რესტავრაციაზე მუშაობენ. ჩვენთვის ფრიად სასიხარულოა, რომ ვმასპინძლობთ საქართველოს კულტურის მინისტრს. მოვინახულეთ გარე და შიდა სარესტავრაციო სამუშაოები ბაპტისტერიუმში. ასევე დავათვალიერეთ ჩვენი ინსტიტუტი. მნიშვნელოვანია აღვნიშნო მრავალი კავშირი, რომელიც ბაპტისტერიუმსა და გელათის რესტავრაციას შორის არსებობს, რომელშიც სამინისტროს მეშვეობით აქტიურად ვართ ჩართულები. მაგალითად, მთავარი რესტავრატორი ბაპტისტერიუმისა, რომელიც ახლა მოვინახულეთ, გელათის მე-12 საუკუნის ფრესკის მთავარი რესტავრატორია. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ ინსტიტუტი, სადაც მე და ჰოფმანი ვმუშაობთ, თითქმის 20 წელია მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს ჩვენს ქართველ კოლეგებთან.